დღევანდელი დღის თემა და დაიწყო ნოემ, კაცმა მიწათ მოქმედმა და გააშენა ვენახი და დალია ღვინო და დათვრა. ახლა მართალ ნოეზე საუბრის ბოლოსაც მივადექით. ამიტომ გთხოვთ, დაძაბეთ გონება და გულდასმით დაუგდეთ ყური იმას, რაც ითქმის. დღევანდელი საკითხავიდანაც მცირე და უმნიშვნელო სარგებლის მოლოდინი როდი უნდა გქონდეს. რადგანაც ყოველივე რაც კი ძველ ადამიანებს გადახდენია, შეიძლება უდიდეს დამოძღვრად გამოგვადგეს თუ ყურადღებით ყოფნას ვისურვებთ. იმიტომაა აღწერილი წმინდანთა არა მხოლოდ კეთილი საქმეები, არამედ მათი შეცოდებანიც, რათა ამ უკანასკნელთ ვერიდოთ, ხოლო პირველთ ვბაძოთ. ამას გარდა წმინდა წერილი გიჩვენებს, რომ მართალნიც ხშირად დაეცემოდნენ და ცოდვილნიც დიდებულად განიწმინდებოდნენ, რათა ერთისა და მეორისგანაც საჭირო შეგონება მივიღოთ, რათა სიკეთეში მდგომი უზრუნველობას არ მიეცეს და ახსოვდეს, რომ მართალნიც ეცემოდნენ, ხოლო ცოდვაში მყოფმა სასო არ წარიკვეთოს და იცოდეს, მრავალმა ცოდვილმა რომ მოინანია და შეძლეს, სათნოების უმაღლესი საფეხურისთვის მიეღწიათ. მაშ გთხოვთ, ნუ რავინ გაამაყდებით თქვენი კეთილი საქმეებით, არამედ იფრთხილეთ და ნეტარი პავლეს შეგონებას უგდე ყური, რომელიც გვეუბნება, რომელი ჰგონებდეს დგომასა, ეკრძალე, ნუ უკვე დაეცეს. და ბოროტების ფსკერამდე დაშვებულიც ნუ გადაიწურავს ხსნის იმედს, არამედ ღმერთის გამოუთქმელ კაცმოყვარებაზე იფიქროს და ყურად იღოს ღმერთის სიტყვები, წინასწარმეტყველის ბაგით თქმული. განა ვინც დაცემულა, არ ამდგარა, ან ვინც გზას გადამსდარა, არ მოქცეულა და სხვაგან. განამსურს ბოროტეულის სიკვდილი, არამედ რომ მოიქცეს თავისი გზებიდან და იცოცხლოს. ხედავ, საყვარელო, რომ საღვთო წერილში აღწერილი მოვლენაც კი სახსოვრად მხოლოდ ჩვენს სარგოდ და კაცობრიობის დასახსნელად რო შემორჩენილა. ვიფიქროთ ამაზე და ყოველმა ჩვენგანმა აქედან თავისი შესაფერი კურნება მიიღოს. ამიტომ მიეცემა იგი ყველას დაუბრკოლებლად და ყოველ მსურველს შეუძლია მასში საკუთარი დამთრგუნველი ვნების სარგო წამალი იშოვოს და სწრაფი განკურნება მიიღოს. ოღონდ კი უარი არ თქვას კურნებაზე, არამედ მადლიერებით შეირგოს. მართლაც და ყველა იმ სენისგან ადამიანის ბუნებას რომ ამძიმებენ, არც ერთი არაა ისეთი გინდ სულიერი, გინდ ხორციელი წმინდა წერილიდან მიღებულმა კურნებამ რო არ არგოს. მაგალითად, თუ ვინმე აქ სამწუხარო ყოფითი გარემოებებით დამძიმებული და სასოწარკვეთილი მოდის, აქ მოსული რომ გაიგონებს წინასწარმეტყველის სიტყვებს. რად მწუხარე ხარ, სულო ჩემო, ანუ რაც შემაწწუნებ მე. ესევ ღმერთსა, რამე თუ მე აუვარო მას მაცხოვარსა პირისა ჩემისასა და ღმერთსა ჩემსა, ამით საკმარის ნუგეშს იღებს და აქედან ისევ იმედით ახსავსე მიემართება. სხვა მწუხარებს და ვალალებს, უკიდურესი სიღარიბით დათრგუნული, მაშინ, როცა სიმდიდრით, ფუფუნებით და ბრწყინვალებით მოსილ სხვა ადამიანებს ხედავს. მაგრამ მასაც ჩაესმის იმავე წინასწარმეტყველის სიტყვები, სული ჩემი შეძრწუნდა ჩემთანა. ამისთვის მოგიხსენო შენ ქუეყანით იორდანით და ერმონით, თითმცირით. მიუტევე უფალსა ზრუნვა შენი და მან გამოგზარდოს შენ. და კვლავ, ნუ გეშინინ, რაჟამს გამდიდრდეს კაცი და რაჟამს გამრავლდეს პატივი სახლისა მისისა. რამე თუ არა სიკუდილსა მისსა წარიღოს მან ყოველი, არცა შთაჰყვეს დიდებაი მისი მისთანა. კიდევ სხვა დაღონებულია, რადგან სხვათაგან შეურაცხყოფის და ცილისწამების საგანი გამხდარა და ცხოვრება აუტანელი ჰგონია, რადგანაც არსაიდან უჩანს ადამიანური დახმარება. მაგრამ ამასაც ასწავლის იგივე ნეტარი წინასწარმეტყველი ამგვარი სიძნელის დროს არ ეძიოს ადამიანური შემწეობა და ეუბნება, ისინი მასმენდეს მე, ხოლო მე ვილოცევთ. ხედავ, ვისგან ეძიებს იგი შველას. სხვები ხრიკებს, ცილისწამებასა და ბრალდებებს მიმართავენ, მე კი შევეფარები ურყევ გალავანს, საიმედო ღუზას, უშფოთელ ნავსადგურს ლოცვას, რომლის მეშვეობითაც ყოველივე ძნელი, იოლი და მოსახერხებელი ხდება ჩემთვის. მავანი აბუჩად აგდებას და სიძულვილს იგემებს მათგან, ვინც ადრე მაამებლურად იახლებოდა. მეგობრებისგან მიტოვებული რჩება და ეს უსაზღვროდ ამწუხრებს და აშფოთებს მის სულს. მაგრამ მასაც თუ აქ მოსვლას ისურვებს, ჩაესმება ნეტარი დავითის სიტყვები. მოყვარენი ჩემნი და მეგობარნი ჩემნი ჩემ წინაშე მომიახლნეს და დადგეს და მახლობელნი ჩემნი შორს განდგეს ჩემგან. და მაიძულებდეს მე, რომელნი ეძიებდეს სულსა ჩემსა და რომელნი ეძიებდეს ძვირსა ჩემსა, იტყოდეს ამაოებასა და ზაკვასა მარადღეს რახვიდეს. ხედავ რომ დავითის მტრები თავიანთ ხრიკებს სიკვდილამდე ხლართავდნენ და გაუნელებელი ომი გამოუცხადეს მას. სიტყვა მარადღე იმავეს ნიშნავს, რასაც მთელი ცხოვრება და რა შვებოდა დავითი, როდესაც მას ასეთმა ხეებს უგებდნენ. ხოლო მე ამბობს ვითარცა ყრუსა, არა მესმოდა და ვითარცა უტყუმან რა არა აღაღის პირი თვისი და ვიქმენ მე ვითარცა კაცი უსმი, რომლისა თანა არა არის პირსა მისა სიტყვაი. ხედავ სიბძნის მოყვარების უდიდეს ძალას, თუ როგორ ამარცხებდა იგი მტრებს საწინააღმდეგო ქმედებით. მტრები ხრიკებს ხლართავდნენ, ის კი სმენასაც იხშობდა, რათა არაფერი გაეგონა. ისინი წუთითაც არ აყენებდნენ ენას, ცილსაც სწამებდნენ, კიდევაც ლიქნიდნენ, ხოლო ეს მდუმარებით ლაგმავდა მათ მძვინვარებას. რატომ იქცეოდა ასე? რატომ იყო რომ მაშინ როცა მტრები ასე ცდილობდნენ მის დაზიანებას, ისე იქცეოდა, თითქოს ყრუ და უტყვი ყოფილიყო, არც მენა ჰქონოდა და არც ენა. ისმინე თავად რას ასახელებს თავისი ასეთი სიბძნის მიზეზად. მე შენ, უფალო, გესავ. რადგანაც მეო ამბობს შენზე დავამყარე მთელი იმედი, ამიტომ სრულიადაც არ ვზრუნავ იმაზე, რას ჩადიან ჩემი მტრები. შენს ძალას ძალუც, გაფანტოს ყოველივე,
გაანადგუროს მათი ხრიკები და მახეები და არ აასრულოს მათი ჩანაფიქრები. ხედავთ, ვით შეიძლება წერილიდან მიიღო კურნება, რომელიც ადამიანის ბუნებას თავდამტყდარ ყოველ უბედურებას შეესაბამება, ვით შეიძლება ყოველი მწუხარება განვაგდოთ და არა გარემოებას არ გავეთელინოთ? ამიტომ, გთხოვთ, ხშირად იარეთ აქ, ყურადღებით უსმინეთ წმინდა წერილის კითხვას და არა მხოლოდ აქ, არამედ შინყოფნისას საიღეთ წმინდა წიგნები და ბეჯითად ამოიღეთ იქიდან სარგებელი. მართლაც უდიდესია მისგან მომდინარე სარგებელი. ჯერ ერთი, მათი კითხვით ენა გვეხსნება. მერე სულიც ფრთიანდება და მაღლდება, სიმართლის მზით ბრწყინდება, კითხვისას უკეთური აზრების ბიწი ჩამოშორდება და უდიდესი სიმშვიდით და აღუშფოთველობით ტკბება, როგორც ხორციელი საკვებია საჭირო სხეულებრივი ძალებისთვის. ასევე ჭირდება სულს წმინდა წერილის კითხვა. იგი სულიერი საკვებია, რომელიც გონს აძლიერებს და სულს ძლიერს, მტკიცესა და ბძენს ხდის. არ ანებებს უგუნურ ნებებს აყოლას, პირიქით, ამსუბუქებს მას და ასე ვთქვათ, ცაში აიტაცებს მას. მაშ ნუ ვიზარმაცებთ ამ უდიდესი სარგებლის მიღებისას, არამედ შინაც ყურადღებით ვიკითხოთ საღვთო წერილი და აქ მოსულების დროს ნუ დავკარგავთ ფუჭ და უსარგებლო ლაპარაკში. არამედ იმას მივაპყროთ მთელი ყურადღება, რისთვისაც აქ მოვსულ ვართ და უსმინოთ საკითხავს, რათა აქედან შენაძენი წავიყოლოთ. თუ აქ მოსულები დროს უადგილო და უაზრო ლაპარაკში გალევთ და შინშენაძენის გარეშე დაბრუნდებით, რა სარგებელი იქნება ამაში თქვენთვის? თუ ყოფით სავაჭროზე მისულებით ცდილობენ, შინ წაიღონ ყველაფერი, რასაც კი ამ სავაჭროზე ნახავენ, თუნდაც ფულის დახარჯვის ფასად განაუცნაური არ იქნება. აქ ამ სულიერ სავაჭროზე მოსულებმა მთელი ძალისხმევა იქითკენ არ მიმართონ, რომ რამე სარგებელი წაიყოლონ აქედან და თავიანთ სულში მიუჩინონ ადგილი, მით უფრო რომ ამაში ფული არ ეხარჯება, არამედ მხოლოდ გულმოდგინება და სულიერი მზადყოფნაა საჭირო? ამიტომ ყოფით სავაჭროზე მისულებზე უარესნი რომ არ აღმოვჩნდეთ. უდიდესი მზრუნველობის და მოუდუნებელი ყურადღების გამოვლენას შევეცადოთ, რათა აქედან გავიყოლოთ მარაგი, რაც არა მხოლოდ ჩვენი სამყოფი იქნება, არამედ სხვებსაც ერგებათ რომ შევძლოთ, გამოვასწოროთ ცოლიც, მონებიც, მეზობლებიც, მეგობარიც და მტერიც კი. სულიერი სწავლება ისეთია, რომ იგი ყველას განურჩევლად და ერთნაირად მიეთავაზება, ოღონდ მავანმა შესაძლოა მოყვას მოუდუნებელი ყურადღებით და მგზნებარე სიბეჯითით აჯობოს. ასე რომ, რა კი ასეთი დიდი სარგებელი ახლავს აქ შემოთავაზებულ სწავლებას, მაშ განმარტოთ დღევანდელი საკითხავი და შინ მისგან მიღებული შენაძენით დავბრუნდეთ. წერილი ამბობს: და დაიწყო ნოემ კაცმა მიწათმოქმედმა და გააშენა ვენახი და დალია ღვინო და დათვრა. დააკვირდი, რა სარგებელი შეუძლია მოგცეს ამ საკითხავის დასაწყისმაც კი. მართლაც და როდესაც გავიგებთ, რომ კაცმა მართალმა, სრულყოფილმა, მან ვინც ზეცამ დაამოწმა წმინდა კაცად ღვინო დალია და დათვრა, მაშ როგორ არ შევეცდებით ჩვენ მრავალრიცხოვან და მრავალფეროვან ცოდვებში ჩაფლულები, ავირიდოთ დამღუპელი ლოთობა? ხომ განსხვავდება ბრალი მართალი კაცისა, რომელიც ამ უკეთურებას დამორჩილდა და ჩვენი როდესაც იმავე ცოდვაში ვარდებით. არსებობს ბევრი მიზეზი, რომელიც მართალი ნოეს პირს მოწმენდა. ამას ვამბობ არა ლოთობის დასაცავად, არამედ იმის ასახსნელად, რომ მართალმა შესწოდა არა თავშეუკავებლობის გამო, არამედ უცოდინრობით. და იმის დასტურად, რომ პირველმა დაიწყო ღვინის გამოყენება, ისმინე რას ამბობს თავად წერილი და როგორ იცავს მას ამ სიტყვებით. და დაიწყო ნოემ კაცმა მიწათმოქმედმა და გააშენა ვენახი და დალია ღვინო და დათვრა. თავად ეს გამოთქმაც დაიწყო, უკვე გვიჩვენებს, რომ მან დაუდო სათავე ღვინოს გამოყენებას და დათვრა სრული უმეცრების გამო, ღვინის მოხმარების ზომის არცოდნის გამო. ამას გარდა ისიც შეიძლება ითქვას, რომ იგი უდიდეს მწუხარებას განიცდიდა და ნუგეშს ეძიებდა, როგორც ბრძენი იტყვის. მიეცი ლუდი გაუბედურებულს და ღვინო სულგამწარებულს და ამით გვიჩვენებს, რომ არაფერი შეიძლება იყოს უკეთესი წამალი მწუხარებისთვის, როგორც ღვინის შესმა, ოღონდ თუ უზომობამ არ გააქარვა მისგან მოცემული სარგებელი. და რომ ეს მართალი კაცი მწუხარე და დათრგუნულია, ასეთ უდაბურებაში რომ იმყოფება და ყველგან ხედავს ადამიანთა თუ პირუტყთა უსულო გვამებს და დედამიწას, რომელიც ყველასათვის საერთო კუბო გამხდარა ამაზე დავას, განა ვინ დაიწყებს? წინასწარმეტყველები და მართალი კაცები არამხოლოდ თავიანთ ახლობლებზე წუხან ხოლმე, არამედ სხვებზეც. ვინც მოინდომებს გაიხსენებს, რომ ყველა მათგანი ასე ამჟღავნებდა თანალმობას. ნახავს, რომ ესაია ამბობს: არ მანუგეშოთ ჩემი ერის ასულის დაღუპვის გამო. იერემია: ვინ მოსცეს ჩემს თავს წყალი და ჩემს თვალებს ცრემლის წყარო? ეზეკიელი: ვაგლა ხუფალო ღმერთო, ნუ თუ გაწყვეტ ისრაელის მთელს ნატამალს, რომ დანიელი მოთქვამს და იტყვის: ჩვენი ცოდვებისა და ჩვენი მამაპაპის უკეთურების გამო არის იერუსალიმი და შენი ერი შეგინებული. და ამოსი: ინანე, უფალო, ეს, აბაკუმი: რისთვის მაყურებინებს სიცრუეს და მაჩვენებს სიავეს? და სხვაგანაც: ზღვის თევზებივით გაგიხდია ადამიანები. გაიგონებს იმასაც, რომ თავად ნეტარი მოსე ამბობს: ახლა მიუტევე მათ ეს ცოდვა, თუ არა და ამომშალე შენი დაწერილი წიგნიდან. მანვე როცა ღმერთი შეჰპირდა, მრავალრიცხოვანი ხალხის მბრძანებლად გაეხადა და უთხრა: ახლა მიმიშვი, რათა აინთოს ჩემი რისხვა მათზე და გადავბუგო, შენ კი დიდ ხალხად გაგხადო. არ დათანხმდა ამას და არჩია. ებრაელების წინამძღოლად დარჩენილიყო.
და ქვეყნიერების მოძღვარი ცნეტარი პავლე ამბობს: რამე თუ ვილოცევთ მე შეჩვენებულ ყოფათ თავსა ჩემსა ქრისტესგან ძმათა ჩემთათვის და ნათესავთა ჩემთა ხორციელად. ხედავთ, ყველა მართალი რაოდენ თანაგზნობას ავლენდა მოყვასთა მიმართ. ახლა წარმოიდგინეთ ამ მართლის მდგომარეობა და განსაჯეთ, როგორ უნდა დატანჯულიყო და როგორ დაეთრგუნა მწუხარებას, როდესაც უცქერდა ამუკიდეგანო უდაბნოს და ხედავდა, რომ თავად მიწაც კი ადრე მცენარეებით დაფარული და ყვავილებით დამშვენებული ერთბაშად თითქოს გადაცელილიყო და შიშველი უდაბური გამხდარიყო. ამგვარად რა კი მას დიდი მწუხარება ტანჯავდა, მოინდომა, მცირედი ნუგეში მაინც მოეპოვებინა და მიწათმოქმედებას მიჰყო ხელი, როგორც წმინდა წერილიც გვეუბნება. დაიწყო ნოემ კაცმა მიწათმოქმედმა და გააშენა ვენახი. მაგრამ აქ მართებული იქნება ვიკითხოთ, მხოლოდ ახლა გამოიყვანა მან ეს მცენარე თუ იგი დასაბამიდანვე წარმოიშვა. უნდა ვიფიქროთ, რომ იგი თავიდანვე შეიქმნა მე-6 დღეს, როცა დაინახა ღმერთმა ყოველივე რაც გააჩინა და ძალიან კარგი იყო, რა კი ნათქვამია. გაასრულა ღმერთმა მე-6 დღეს თავისი საქმე, რაც გააკეთა, ოღონდ ამ მცენარის გამოყენება უცნობი იყო. ეს მცენარე და მისი ნაყოფი ადამიანებს თავიდანვე რო ცნობოდათ, რა საკვირველია, მაშინ აბელიც მსხვერპლის შეწირვისას ღვინოსაც დაღვრიდა. მაგრამ რა კი მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდნენ ამ ნაყოფის გამოყენება, არც ამ მცენარეს ახარებდნენ. ნოემ კი, ვინც მიწათმოქმედების ხელოვნებას მიჰყო ხელი და ამას დიდი გულმოდგინებით აკეთებდა, შესაძლოა ყურძნის ნაყოფიც იგემა, მტევანი გამოწურა, ღვინო დააყენა და დალია. მაგრამ რადგან მანამდე არც თავად გაესინჯა იგი და არც სხვა ვინმე ენახა მისი დამლევი, ამიტომ არ იცოდა რა ზომით და როგორ უნდა მიეღო იგი. ხო და ამ უცოდინრობით დათვრა. მეორეს მხრივ, რადგანაც ადამიანებს უკვე ხორცის ჭამა დაუდგინდათ, ამიტომ ღვინის გამოყენებაც უნდა დაეწყოთ, დააკვირდი, საყვარელო როგორ თანდათანობით მოეწყობა ქვეყნიერება, თითოეული ადამიანი მასში ღვთის მიერ ჩადებული სიბრძნის გამოყენებით, როგორ ხდება რაიმე ხელოვნების გამომგონებელი და ამგვარად ცხოვრებაში ხელოვნური გამოგონებანი მკვიდრდება. ასე, ერთმა მიწათმოქმედება გამოიგონა, მეორე მას მერე მწყემსობა, სხვა მესაქონლეობა, მუსიკა, სპილენძის ჭედვა, ამ მართალმა კი ყურძნის მოშნება გამოიგონა მასში ჩადებული სიბრძნის ჩაგონებით. დაიწყო ნოემ და გააშენა ვენახი და დალია ღვინო და დათვრა. დააკვირდი ამ მწუხარების წამალმა ჯანმრთელობის შენარჩუნების საშუალებამ, როდესაც უცოდინრობით ზომიერებას გადააჭარბა, არათუ არაფრით არ გონ ნოეს, არამედ დააზიანა კიდევაც იგი. მაგრამ იქნებ ვინმე მთქვას, თუ ეს მცენარე ამდენი ბოროტების მომტანია, რად მოიხმარება ადამიანების მიერო? ნუ ამბობს საყვარელო, ასე დაუფიქრებლად. მცენარე კი არ არის ბოროტება და ღვინო კი არ არის სიავე, არამედ მისი ბოროტად მოხმარება. და რომ ღვინისგან კი არ წარმოდგება დამღუპველი მანკიერებანი, არამედ გარყვნილი ნებისგან, და რომ ღვინის მოტანილ სარგებელს უზომობა ანადგურებს, ამას წმინდა წერილი გეუბნება, როდესაც მოგითხრობს, რომ ღვინის გამოყენება უკვე წარღვნის მერე დაიწყო, რათა იცოდე, რომ ადამიანის ბუნება ღვინის მოხმარებამდეც უკიდურეს გარყვნილებაში ჩავარდა და უამრავი ცოდვა ჩაიდინა მაშინ, როცა ჯერ ვაზი ცნობილი არც იყო. ამგვარად, ღვინოს კი ნუ მიაწერე მთელ ბოროტებას, არამედ ნებას, რომელიც გარყვნილა და უკეთურებისკენ მიდრეკილა. მეორეს მხრივ დაფიქრდი, ადამიანო, იმაზეც რა მოხმარებისთვის გამოდგა ღვინო და მოწიწებით განიმსჭვალე. მისი გამოყენებით აღესრულება ჩვენი ხსნის მადლიანი საიდუმლო. გამბრძობილებმა იციან, რაზეც ვლაპარაკობ და დაიწყო ნოემ, ნათქვამია, კაცმა მიწათმოქმედმა და გააშენა ვენახი და დალია ღვინო და დათვრა და გაშიშულდა თავის სახლში. ავი საქმეა ლოთობა საყვარელონო ძლიერ ავი, მას შეუძლია გრძნობები დააბლატოს და გონება დაბინდოს. გონიერ და ყოვლის მბრძანებელ ადამიანს იგი მკვდარს ამსგავსებს და აიძულებს, იწვეს, თითქოს და უხილავი ხუნდებით შეკრული. ან უпроსტად მკვდარზე უარესადაც კი ხდის მას. მართლაც და მკვდარი თანაბრად უმოქმედოა, როგორც კეთილი, ასევე ბოროტ საქმეებში. თვრალი კი სიკეთის მიმართ უმოქმედოა. ბოროტებას კი ადრინდელზე უფრო მეტად ჩადის და ყველას დაცინვის საგანი ხდება ცოლის, შვილების და მონებისაც კი. როდესაც მეგობრები მის დამცირებას ხედავენ, იმალებიან და სირცხვილით იწვიან მტერი კი ხარობს, იცინის და შეურაცხყოფს მას, თითქოს და ამბობდეს. ნუ თუ ღირსია იგი ჰაერს უმტკავდეს. საქონელს, უწმინდურ ცხოველს და სხვა საძეგლ სახელებს უწოდებს მას. და მართლაც, თვრალები იმ ადამიანებზე უარესნი არიან, ვინც ომიდან ბრუნდებიან სისხლით მოსრული ხელებით და უწესრიგო ბრბოდ მოედინებიან. ამათ შეიძლება ვინმემ კიდევაც შეასხას ხოტბა მოპოვებული ალაფის, გამარჯვების, იარების და მტრის დამარცხების გამო. თვრალები კი ყველას ძაგს, უბედურებს უწოდებენ და უამრავ სიავეს უსურვებენ. მართლაც და განა რა შეიძლება იყოს ლოთობაში ჩამრჩვალ ადამიანზე უარესი მასზე, ვინც ყოველდღე ღვინით ივსება და გონებას კარგავს. ამიტომაც გვასწავლის ბრძენი. დასაბამის სიცოცხლისა წყალი და პურია და სამოსელი და სახლის სირცხვილის დამფარველი. რათა თუ ვინმეს დათრობა მოუხდა, შინიდან არ გამოვიდეს და არავის დაენახოს. არამედ შინაურებმა დაფარონ იგი და არ გახდეს ყველასთვის დაცინვისა და ზიზღის საგანი. ნათქვამია და დაიწყო ნოემ, კაცმა მიწათმოქმედმა და გააშენა ვენახი და დალია ღვინო და დათვრა. წმინდა წერილში სიტყვა
სიმთვრალით, საყვარელო არა მხოლოდ დათრობა აღინიშნება, არამედ დანაყრებაც. ამიტომ ამ მართალზე შეიძლება ვთქვათ, რომ თავშეუკავებლობით კი არ დაითვრა, არამედ დასანაყრებლად. მაგალითად, დავითი ამბობს: დაითვრნენ იგინი სიპოხითა სახლისა შენისათა, ანუ დანაყრდნენ. ამავე დროს, ლოთობას მიცემულნი ვერასოდეს გრძნობენ დანაყრებას, არამედ რაც მეტ ღვინოს ისხამენ სხეულში, უფრო მეტად უცხოველდებათ წყურვილი, ისე რომ ღვინის გამოყენება მათ წყურვილს კიდევ უფრო უმძაფრებს და თუმცა სიამის შეგრძნება უკვე უქრებათ, დაუოკებელი წყურვილი ამ ლოთობის ტყვეებს თრობის უბსკულში გადაისვრის და დაიწყო ნოემ კაცმა მიწათმოქმედმა და გააშენა ვენახი. და დალია ღვინო და დათვრა და გაშიშულდა თავის სახლში. დააკვირდი, რომ ეს სადმე სხვაგან კი არ მოუვიდა, არამედ საკუთარ სახლში. წმინდა წერილმა იმიტომ აღნიშნა, რომ ეს თავის სახლში მოხდა, რომ აქედან დაგენახა მისი უკიდურესი უკეთურება, ვინც ნოეს სიშიშვლე გააცხადა. და დაინახა ქამმა, ქანაანის მამამ, თავისი მამის სიშიშვლე და გამოვიდა და გააგებინა თავის ორ ძმას გარეთ. სხვა ადამიანებიც რომ ყოფილიყვნენ მახლობლად, შესაძლოა მათთვისაც გაემხილა მამის სიშიშვლე. იმდენად ავიზნის იყო ეს ძე. ამიტომაც, რათა იცოდე, რომ იგი ადრეც და სულ თავიდანვე გარყვნილი სულისა იყო, წმინდა წერილი უბრალოდ კი არ ამბობს, რომ დაინახა ქამმა თავისი მამის სიშიშვლე, არამედ როგორ დაინახა ქამმა, ქანაანის მამამ. მითხარ, აქაც რა დახსენებს მისი ძის სახელს? იმისათვის, რათა იცოდე, რომ იგი ვნებიანი და თავშეუკავებელი ადამიანი იყო და იმავე გარყვნილი ნების გამოისობით, რომლითაც ასეთ პირობებშიც კი ვერ შეიკავა თავის შვილის შობისგან, ახლაც მშობელი შეურაცხო. გამოვიდა და გააგებინა თავის ორ ძმას გარეთ. აქ შენიშნეს საყვარელო, რომ ცოდვის დასაბამი დევს არა ბუნებაში, არამედ სულიერ განწყობასა და თავისუფალ ნებაში. ხომნო ეს ყველაზე ერთი და იმავე ბუნებისა და ძმები არიან ერთმანეთისა, ერთი მამა ჰყავდათ, ერთი დედისგან იშვნენ, თანაბარი მზრუნველობით აღიზარდნენ და ამის მიუხედავად სხვადასხვა განწყობა გამოავლინეს, ერთი ბოროტებისკენ მიიდრიკა, სხვებმა კი მამის მიმართ სათანადო პატივისცემა გამოავლინეს. იგი მომხდარის მოყოლისას იქნებ კიდევაც დასცინოდა და აბუჩად იგდებდა მამის შერცხვენას. არ შეესმოდა ბრძენის შეგონება, რომელიც ამბობს: დიდება კაცისა მამის პატივისცემაა, მაგრამ მისი ძმები ასე არ მოქცეულან, არამედ როგორ. ეს რომ გაიგონეს, აიღეს სემმა და იაფეთმა სამოსი და დაიდეს თავის ორ მხარზე და წავიდნენ ზურგშექცევით და დაფარეს თავისი მამის სიშიშვლე და მათ პირი მიბრუნებული ჰქონდათ და თავისი მამის სიშიშვლე არ დაუნახავთ. ხედავ ამ ძეთა მორიდებულობას, იმან ხალხს მოსდო, ამათ კი შეხედვაც არ უნდათ, არამედ უკან მიბრუნებული პირით მიდიან, რათა მამას მიუახლოვდნენ და მამის სიშიშვლე დაფარონ. ხედავთ, დიდი მორიდებულობის გარდა თვინიერებიც რომ ყოფილან, ისინი არ საყვედურობენ და არ სჯიან ძმას, არამედ მისი მონათხრობის გამგონენი იმაზეღა ზრუნავენ, რომ სასწრაფოდ გამოასწორონ მომხდარი და გააკეთონ ყველაფერი, რაც კი საჭიროა მშობლის პატივისთვის. და მათ პირი მიბრუნებული ჰქონდათ და თავისი მამის სიშიშვლე არ დაუნახავთ. დიდი მოწიწებით ეპყრობიან მამას ეს ვაჟები. მათ როგორც წერილი მოგვითხრობს, არა მხოლოდ დაფარეს მამის სიშიშვლე, არამედ მისი დანახვაც არ უნდოდათ. მაშ შეგვაგონოს ამ ორმა მაგალითმა, ერთიდანაც და მეორედანაც სარგებელი მივიღოთ. ამ ორთადა მივბაძოთ, მათი ძმის ქამის ბაძვას კი ვერიდოთ. მართლაც, თუ ხორციელი სიშიშვლის გამცხადებელი დაიწყევლა, ძმების თანაბარი პატივი წაერთვა და მათი მსახურება მიესაჯა, თუნდაც არა თვითონ, არამედ მის შთამომავლობას მაშ რაღა ელის მათ, რომლებიც ძმათა ცოდვას ამჟღავნებენ და არა მარტო არ ფარავენ მათ, არამედ ცდილობენ, უფრო ცნობილი გახადონ ისინი და ამით კიდევ უფრო ამრავლებენ ცოდვას. როდესაც შენ მოძმის ცოდვას გააცხადებ, ამით ხომ შეიძლება, არა მარტო იგი გახადო უფრო ურცხვი და გაუძნელო სათნოების გზაზე დაბრუნება, არამედ მათაც, ვინც შენ ყურს დაგიგდებს, უფრო გაამყარე ფუდიერობაში და ბოროტების საქმე ლად განაწყობ. ამას გარდა ღვთისგმობის საბაბსაც მისცემ, ხოლო თუ რა სასჯელი ელით ამ ცოდვის საბაბის მიმცემებს, ყველასთვის კარგადაა ცნობილი. ამიტომ გთხოვთ, ვერიდოთ ქამის უსირცხვილობას და მივბაძოთ ამ მორიდებული ძეების უბიწოებას, რაც მათ მამის სიშიშლის მიმართ გამოავლინეს. და დავფაროთ მოძმეთა ცოდვები არა იმისათვის, რომ დაუდევრობისთვის განვაწყოთ ისინი, არამედ პირიქით იმისათვის, რომ ამით უფრო წავაქეზოთ ცოდვისგან სწრაფად გათავისუფლებისკენ და სათნოების გზაზე დადგომისკენ. მართლაც, ის გარემოება, რომ მისი ცოდვის მოწმე არავინაა, ყურადღებიან ადამიანს გამოსწორებას უადვილებს. და პირიქით, როდესაც სული სირცხვილის გრძნობას დაკარგავს და დაინახავს, რომ მისი დანაშაულები ყველამ უწყის, მაშინ უკვე სწრაფად ვეღარ გამოსწორდება. არამედ, ვით ღრმა ჭაობში ჩავარდნილი და მრავალი ტალღით უფრო და უფრო დაბლად ჩათრეული, უკვე ვეღარ შეძლებს ზემოთ ამოცურვას, საბოლოოდ სასოწარკვეთილებას მიეცემა და გამოსწორების იმედს დაკარგავს. ამიტომ გთხოვთ, ნურც თავად გავამხელთ მოყვასის შეცოდებებს და ნურც სხვათაგან შეტყობის მერე მოვისურვებთ მათი სიშიშვლის და ნახვას, არამედ ხსენებული კეთილი ძეების მსგავსად, დავფაროთ იგი და შევეცადოთ. დაცემული სული შეგონებებით და რჩევებით გამოვასწოროთ. შევახსენოთ მას ღმერთის კაცთმოყვარების უსაზღვროება, მისი უკიდეგანო სახიერება და უზომუგულ მოწყალება, რათა გავხდეთ წოეს ძეებზე მეტადაც უმეტეს დალოცვილნი ყოველთა ღმერთისაგან, რომელსა ყოველთა კაცთა იქნება ცხოვრებაი
და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსვლაი და არ სურს ბოროტეულის სიკვდილი. არამედ რომ მოიქცეს თავისი გზებიდან და იცოცხლოს და თავისი მამის სიშიშვლე არ დაუნახავთო, ნათქვამია. დააკვირდი, იმ ძველ დროშიც კი მხოლოდ ბუნებითი რჯულის კარნახით, როგორ აასრულეს ის, რაც შემდგომ დაწერილ კანონად დადგინდა ადამიანთა მოდგმის შესაგონებლად. რჯული გვეუბნება: პატივი ეცი მამას და დედას, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელიც უფალს, შენს ღმერთს მოუცია შენთვის და აგრეთვე, ვინც დასწყევლის თავის მამას და დედას, სიკვდილით უნდა დაისაჯოს. მათ კი ეს უკვე საქმით აღასრულეს. ხედავ, ბუნება რჯულზე ადრეც რომ გამოდგება სიკვდილის მასწავლებლად. საღვთო წერილი მოგვითხრობს: და გამოფხიზლდა ნოე ღვინისგან და გაიგო, რაც გაუკეთა მას თავისმა ყველაზე უმცროსმა ძემ. გამოფხიზლდაო, ნათქვამია. დაე, ისმინონ მათ, ვინც მთელ დღეებს ღრეობაში ატარებს, თუ რა დიდია დათრობით მოყენებული ზიანი. და დაე, გაურბოდნენ ამ სენს. ნათქვამია, გამოფხიზლდაო. რას ნიშნავს გამოფხიზლდა? რასაც ჩვეულებრივ ვამბობთ შლეგებზე, როდესაც ისინი გონს მოდიან. ანუ როცა გვინდა ვთქვათ, რომ გრძნობას მოეგო და დემონის ძალაუფლებისგან გათავისუფლდა, იმავეს ამბობს აქ წემინდა წერილი. მართლაც და ლოთობა თვითნება დემონია, რომელიც ნამდვილ დემონზე უარესად ბინდავს გონებას და მისი ჩეპყრობილ სირცხვილის ყველანაირ გრძნობას უკარგავს. დემონით ჩეპყრობილს რომ ვხედავთ, ხშირად გვებრალება იგი, თანავ უგრძნობთ და გული შეგვტკივა. თვალის დანახვისას კი პირიქით ვიქცევით. წყრებით, ბრაზობთ, უამრავ საყვედურს წარმოვთქვამთ. რატომ და რის გამო? იმიტომ რომ ავი დემონით შეპყრობილი რასაც კი ჩადის, უნებურად ჩადის. ბორგავს, ტანსაცმელს იხევს თუ ბილდ სიტყვებს წარმოთქვამს, ყოველივე ამას პატიობენ. თვალმა კი რაც არ უნდა გააკეთოს, პატიებას არ იმსახურებს პირიქით. შინაურებიც, მეგობრებიც, მეზობლებიც, ყველა მკაცრად კიცხავს. რადგანაც მან საკუთარი ნებით ჩაიგდო თავი ამ უბედურ მდგომარეობაში, თავად მიეცა თრობის გავლენის ქვეშ. და ამას ვამბობ არა იმისთვის, რომ მართალი ნოე გამსაჯო. ბევრი გარემოება ამართლებს მას და სხვათა შორის ისიც რომ შემდგომ იგი აღარ ჩავარდნილა ასეთ დღეში, ეს კი უტყუარი დასტურია იმისა, რომ ადრინდელი შეცოდებაც უდიერობით კი არა უმეცრებით დაუშვა. მართლაც და ეს უდიერობით რომ მოსვლოდა მაშინ, უეჭველია, სხვა დროსაც გაიტაცებდა იგივე ვნება. მაგრამ ასეთი რამ უკვე აღარ მოსვლია. სხვა დროსაც რომ დამართვოდა იგივე, წმინდა წერილში ნათქვამი იქნებოდა ამაზე, რადგანაც წერილის ერთადერთი საგანი და ერთადერთი მიზანი ისაა, რომ მართალთა ცხოვრებიდან ერთი მოვლენაც არ გამოტოვოს, არამედ ყველაფერზე ჭეშმარიტად მოგვითხროს. იგი არ მალავს მართალთა სათნოს საქმეებს შურის კარნახით, არც მათ ცოდვებს ფარავს მიკერძოებით, არამედ ყველაფერს თვალნათლივ გვიჩვენებს, რათა გქონდეს მაგალითი და გაკვეთილი, და თუ როდისმე უდიერობით რაიმე ცოდვაში ჩავდგით ფეხი, შემდგომ გავფრთხილდეთ, რომ იგივე ცოდვა კვლავ არ ჩავიდინოთ. შეცოდებაზე უარესი დანაშაული ცოდვაში გამყარებაა. ასე რომ გახსოვდეს არა ის, რომ მართალი ნოე დათვრა, არამედ ის, რომ ასეთი რამ მეტად აღარ ჩაუდენია. დაფიქრდი ამაზე. ზოგი ყოველდღიურად იუძლურებენ თავს და შეიძლება ითქვას, იხრჩობიან ლოთობაში. და თუ როდისმე გამოფხიზლდებიან, მაშინაც არ უფრთხიან ამ უბედურებას, არამედ იმავეს განაგრძობენ, თითქოს და რამე მნიშვნელოვანი საქმე ყოფილიყოს. დაფიქრდი იმაზეც, რომ თუ ეს მართალი კაცი გამოუცდელობით და ზომის უცოდინრობის გამო დათვრა ღვინით, მას როგორც მართალს მრავალი სათნოება მოეპოვებოდა და შეეძლო შემთხვევით ჩადენილი ცოდვა სიკეთით გადაეფარა. ჩვენ კი მრავალი ცოდვის ჩამდენნი, ჩვენი ვნებების პატრონი, თუ დამატებით ლოთობასაც მივეცემით, მაშინ მითხარი, რით ვეღირსებით პატიებას? ვინ გამოიჩენს გულმოწყალებას თუ გამოცდილებას კი ვერაფერს გვასწავლის და გამოფხიზლდა ნოე ღვინისგან და გაიგო, რაც გაუკეთა მას თავისმა უმცროსმა ძემ. როგორ გაიგო მომხდარი? შეიძლება ძმებმა უამბეს არა იმისთვის, რომ ძმა დაედანაშაულებინათ, არამედ იმისათვის, რომ აეხსნათ რა მოხდა, რათა ქამს თავისი დაავადების შესაფერისი წამალი მიეღო. ნოემ გაიგო, რაც გაუკეთა მას თავისმა უმცროსმა ძემ. რას ნიშნავს? რაც გაუკეთა? ანუ რა დიდი და უპატიებელი ცოდვა ჩაიდინა ქამმა? მართლაც და დაფიქრდი. მან სახლში მამის სირცხვილი რომ იხილა, იმის ნაცვლად რომ დაეფარა იგი, გამოვიდა და სხვებს შეატყობინა მის შესახებ რამდენადაც შეეძლო. დაცინვის და შეგინების საგანი გახადა მამა, მოისურვა, ძმებიც თავისი საძაგელი საქციელის თანამძრახველი გაეხადა. და ამ შემთხვევაშიც კი თუ გადაწყვიტა, ძმებისთვის გაეცხადებინა ეს ამბავი, მას შინ უნდა შემოეხმო ისინი და იქ მოეთხრა მამის სიშიშვლის შესახებ. მაგრამ მან ამის ნაცვლად გარეთ გავიდა და მის სიშიშვლეზე ისე მოყვა, რომ მახლობლად ბევრი ხალხი რომ ყოფილი იყო შეკრებილი, ისინიც მამამისის შერცხვენის მოწმენი გახდებოდნენ. რაც გაუკეთა, ანუ მამა შეურაცხო, დაივიწყა, რომ შვილებმა მშობლებს პატივი უნდა სცენ, გაამხილა მამის შეცოდება, მოინდომა, ძმებიც თავისი სითავხედის თანამონაწილეებად ექცია. რაც გაუკეთა მას თავისმა უმცროსმა ძემო, ნათქვამია. ქამი, რასაკვირველია, არ ყოფილა ყველაზე უმცროსი. იგი მეორე და იაფეთზე უფროსი იყო. მაგრამ თუნდაც რომ ასაკით აღემატებოდა მას, სულით მასზე უმცირესი აღმოჩნდა და მისმა სითავხედემ იგი უმცროს ძმაზე დაბლა დააყენა. რა კი არ მოინდომა, დადგენილ საზღვრებში დარჩენილიყო კიდევაც დაკარგა ბუნებით მიკუთვნებული პატივი.
და როგორც იგი გამოეთხოვა ბუნებით პატივს თავისი ავინების გამო, ასე იაფეთმა შეიძინა კეთილი ნების გამოისობით ის, რაც ბუნებას არ მიენიჭებინა. ხედავ, რომ საღვთო წერილში არაფერია ისეთი, რაც უმიზნოს და შემთხვევით იქნებოდა ნათქვამი? რაც გაუკეთა მას თავის მოუმცროსმა ძემ და თქვა: „წყეულია ქანაანი, ღრმა მონა იქნება თავისი ძმებისა“. აი, მივადექით საკითხს, რომელიც ბევრგან მეორდება. ბევრისგან შეიძლება გავიგონოთ ასეთი სიტყვები: რატომაა, რომ მამამ შესწოდა სიშიშვლის გამხელით? სასჯელს კი მისი ძე მოეგო? ახლა გთხოვთ, ყურადღებით მისმინეთ და მიიღეთ ჩემგან ამ საკითხის ახსნა. იმას ვიტყვი, რასაც თქვენ და სარგოდ ღვთის მადლი ჩამაგონებს. და თქვა: „წყეულია ქანაანი, ღრმა მონა იქნება თავისი ძმებისა“. არა უმიზნოდ და ტყუილად ახსენა წმინდა წერილმა ქამის ძე, არამედ რაღაც დაფარული მიზეზით. ნოეს უნდოდა კიდევაც დაესაჯა ქამი მისთვის მიყენებული შეურაცხყოფის გამო და თანაც არ დაერღვია კურთხევა ღმერთის მიერ მიცემული. ნათქვამია და აკურთხა ღმერთმა ნოე და მისი ძეები, როდესაც ისინი კიდობნიდან გამოვიდნენ. ამგვარად, იმისათვის რომ არ გვეჩვენოს, თითქოს იგი წყევლის მას, ვისაც უკვე ღმერთისგან მიუღია კურთხევა, ნოე თავს ანებებს შეურაცხყოფელს და წყევლა მის ძეზე გადააქვს. მართალიაო, მეტყვის ზოგი აქედან ჩანს ნოემ ქამი იმის გამო არ დაწყევლა, რომ მას ღმერთისგან ჰქონდა კურთხევა მიღებული. მაგრამ მამის ცოდვის გამო ძე რატომღა ისჯება? არც ეს ხდება უმიზეზოდ. სინამდვილეში ქამი შვილზე ნაკლებად როდი დაისაჯა და დაიტანჯა. თქვენ, ცხადია, იცით რომ მამები ხშირად მზად არიან შვილების მაგივრად დაისაჯონ და მათთვის ბევრად უფრო ძნელია შვილების ტანჯვას უცქირონ, ვიდრე თავად გაწვალდნენ, ასე რომ ქამის ნაცვლად მისი შვილი იმისთვის დაისაჯა, რომ შვილის ბუნებითად მოყვარულ მამასაც უდიდესი მწუხარება ეგრძნო, არც ღმერთის კურთხევა დარღვეულიყო და დაწყევლილ ძესაც მისი საკუთარი ცოდვების გამო მიჰკერძებოდა სასჯელი, რადგანაც მართალია, ახლა იგი მამის ცოდვის გამო დაიწყევლა, მაგრამ უეჭველია საკუთარი ცოდვების გამოც დაისაჯა. იგი დაიწყევლა არა მხოლოდ მამის ცოდვის გამო, არამედ უეჭველად იმისთვისაც, რომ მისი ბედით მამაც უფრო მეტად დასჯილიყო. იმის შესახებ, რომ არც მამები შვილების გამო, არც შვილები მამების გამო არ ისჯებიან, არამედ ყველა თავისი ცოდვის გამო აგებს პასუხს, წინასწარმეტყველები ბევრგან გვაუწყებენ. მაგალითად, ისინი ამბობენ: იმხანად აღარ იტყვიან. მამებმა ჭამეს მკვახე ყურძენი და შვილებს მოეკვეთათო კბილები. კლავ, ცოდვილი სული უნდა მოკვდეს და კლავ, არ უნდა მოიკლან მამები შვილების გამო და შვილები არ უნდა მოიკლან მამების გამო. თითოეული თავისი დანაშაულისთვის უნდა მოიკლას. ამგვარად, გთხოვთ, როდესაც არ იცით საღვთო წერილის მიზანი, ნუ რავინ გაბედავთ მასში დაწერილის დაგმობას, არამედ მადლიერებით მიიღე მისი სიტყვები, გაიკვირვე წმინდა წერილის სიზუსტე და იფიქრე იმაზე, რაოდენ დიდი ბოროტებაა ცოდვა. აი მართლაც, ძმა, იმავე დედის ნაშობი, იმავე წიაღიდან გამოსული, ცოდვამ მონად გახადა თავისუფლება წარტაცა და ქვეშევრდომად აქცია. აქედან დაედო დასაბამი მონობას. მანამდე ადამიანებს შორის არ იყო ისეთი ნებიერობა და ფუფუნება, რომ მათ სხვების მსახურება დასჭირვებოდათ, არამედ ყოველი თავად მოემსახურებოდა თავის თავს, ყველას თანაბარი პატივი მოეპოვებოდა და უთანასწორობა არ არსებობდა. და ცოდვა რომ გაჩნდა, მან ადამიანთათვის ბუნებითად მიძღვნილი თავისუფლებაც დაარღვია, ღირსებაც გაანადგურა და დაადგინა მონობა, რათა ეს ადამიანთა მოდგმას მუდმივ გაკვეთილად და შეგონებად ქონოდა გარიდებოდა ცოდვის მონობას და სიკველის თავისუფლებისკენ ესწრაფა. ამიტომ თუ მონას და ბატონს უნდათ აქედან სარგებელი მიიღონ დაე, მონა, დაფიქრდეს იმაზე, რომ იგი ქამის თავხედობამ გახადა მონად, ხოლო ბატონმა თავის მხრივ წარმოიდგინოს, რომ ქვეშევრდომობა და მონობა სხვას არაფერმა შექმნა ამ ქვეყნად, არამედ მხოლოდ იმან, რომ ქამმა ბოროტი ნება გამოავლინა და ძმების თანაბარ პატივს მოაკლდა. თუმცა თუ ფხიზლად ვიქნებით, ეს ყოველივე, რაც ცხოვრებაში ჩვენი მამამთავრების ცოდვათა გამოვლინდება, ვერაფრით დაგვაზიანებს, არამედ მხოლოდ სახელადღა დარჩება. მაგალითად, პირველ ადამიანს ჩადენილი დანაშაულის გამო სიკვდილი განეჩინა და მწუხარებასა და შრომაში ცხოვრება დაებედა, ქამმა კი მონობა შემოიტანა. მაგრამ ქვეყნად მოსულმა უფალმა ქრისტემ ყოველივე ეს მხოლოდ სიტყვებად აქცია, თუ ჩვენს მოვინდომებთ ამას. მართლაც და სიკვდილიც ახლა უკვე სიკვდილი არაა, არამედ მხოლოდ ქვია ასე, ან უკეთ, მისი დასახელებაც კი უკვე განადგურებულია. ჩვენ მას უკვე სიკვდილსაც კი აღარ უწოდებთ, არამედ განსვენებასა და მიძინებას. თავად ქრისტემ თქვა ასე: ლაზარე, მეგობარმან ჩემმან, დაიძინა. და პავლეც თესალონიკელებთან მიწერილ წერილში ამბობს: ხოლო არა გუნებავს უმეცრება ითქვენი, ძმანო, შესვენებულთა მათთვის. ასევე მონობაც ახლა დასახელებაღაა მხოლოდ. მონაა ის, ვინც ცოდვას ჩადის. ხოლო იმის დასტურად, რომ ქვეყნად მოსულმა ქრისტემ მონობაც გააუქმა და მხოლოდ სახელიღა დატოვა მისი, ან უпростоრად მისი სახელიც კი გაანადგურა, ისმინე პავლეს სიტყვები, რომელიც ამბობს: რომელთა მორწმუნენი ესხნენ უფალნი, ნუ შეურაცხყოფეთ, რამე თუ ძმანი არიან. ხედავ, როგორც კი ქვეყნად სათნოება მოვიდა, მაშინვე ძმებად აქცია ისინი, ვინც აქამდე მონობის სახელი აკავშირებდა. ღრმა მონა იქნება თავისი ძმებისა ქამიო, ნათქვამია. არის სარგებლე კუთვნილი პატივით, ვერ აიტანე ძმების თანაბარი ღირსების ქონის ბედნიერება, ამიტომაც მსურს ქვეშევრდომობამ შეგაგონოსო ეუბნება.
იგივე მოუვიდა თავიდან დედაკაცს. მასაც ქმრის თანაბარი ღირსება ჰქონდა, მაგრამ რა კი ავად გამოიყენა მისთვის ბოძებული პატივი, ამის გამო მოაკლდა უფლება და ჩაესმა სიტყვები. ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე. ვერ შეძელი ძალაუფლების კეთილად გამოყენებაო ეუბნებიან, ამიტომ ჯობს კარგი მორჩილება ისწავლო ვიდრე ავიმართლობაო. ასევე ქამიც მისსავე შესაგონებლად იკიცხება და ისჯება მისი ძის მეშვეობით, რათა იცოდე რომ თუმცა თავად უკვე მოხუცი იყო, მისი დანაშაულისთვის სასჯელი შვილზე გადავა. ხოლო აზრმა რომ მისი სიკვდილის მერეც ძემ უნდა ზიდოს სასჯელი მისი დანაშაულის გამო, ცხოვრება მწუხარე და მტანჯველი გაუხადა. თუმცა მისი ძეც თავისთავად ბიწიერი იყო. მისი ყველა შთამომავალიც გარყვნილებისკენ და უღირსობისკენ მიიდრიკებოდა. ისმინე რას ამბობს წმინდა წერილი წყევლით. მამა შენი ამორეველია, დედა შენი ხეთელი და სხვაგანაც. ქანაანის თესლო, არა იუდასო, მაგრამ რომ შევიტყობთ რა სასჯელს მიეცა მამის სიშვილის გამხელით, ისიც ვისმინოთ რა ჯილდო მიიღეს მამის პატივისმცემელებმა. ნოემ თქვა: კურთხეულია უფალი ღმერთის სემისა და იქნება ქანაანი მისი მონა. იქნებ ვინმე თქვას, ეს არ ნიშნავს სემის დალოცვასო. პირიქით, აქ ნოემ მას უდიდესი კურთხევა უბოძა. მართლაც, როდესაც ღმერთი იდიდება და იკურთხება ადამიანებისგან, მაშინ იგი როგორც წესი ყველაზე უხვად აკურთხებს მას, ვის გამოც თავად დაილოცა. ამიტომ ნოემ ღმერთის კურთხევით თითქოს და დაავალდებულა იგი უმეტესი კურთხევის გასაღებად და სემს უფრო მეტი შეძინა, ვიდრე თავისი სახელით კურთხევისას მისცემდა. როგორც მაშინ, როცა ღმერთი ჩვენ გამო იკურთხება, იგი ჩვენ უდიდეს კურთხევას გვიძღვნის, ასევე პირიქით, როცა ჩვენ გამო მას გმობენ, მით უფრო დიდ გაკიცხვას მივიღებთ, რა კი ამის მიზეზად შევიქენით. ამიტომ გთხოვთ, შევეცადოთ, ისე ვიცხოვროთ და ისე წარვემატოთ სათნოებაში, რომ ჩვენმა შემხედვარებმა უფალ ღმერთს მაკურთხებელი გალობა აღუვლინონ. მას, სახიერსა და კაცთმოყვარეს, ჩვენი გამოისობით განდიდება იმისთვის კი არ სურს, რომ ამით საკუთარ დიდებას გაიმრავლებდეს მას არაფერი აკლია, არამედ იმისთვის, რომ შესაძლებლობა მივცეთ, უფრო მეტი წყალობა მოგვივლინოს. კურთხეულია უფალი ღმერთის სემისა და იქნება ქანაანი მისი მონა. ხედავ ნოე როგორ განუწესებს ქამს მამობრივ სასჯელს, რომელიც შეგონება უფროა ვიდრე სასჯელი. იგი ხომ მამა იყო, თანაც შვილების მოყვარული მამა და სურდა არა იმდენად სათანადო სასჯელის მიკერძება, რამდენადაც ბოროტების შემდგომი გავრცელების აღკვეთა. იმისთვის მოგისჯი მონობასო, ამბობს რომ მუდმივად და წარუშლელად შეგახსენებდეს ეს ჩადენილ ცოდვასო. შემდგომ ამბობს: განავრცოს ღმერთმა იაფეთი და დამკვიდრდეს სემის სამყოფლებში და გახდეს ქანაანი მისი მონა. ესეც უდიდესი კურთხევაა, რომელშიც შესაძლოა რაღაც ფარული განძია ჩადებული. განავრცოს ღმერთმა იაფეთიო, ამბობს. არ შეცდება იგი, ვინც იტყვის, რომ ამ მართალის კურთხევა წინასწარმეტყველურია. მართლაც, თუ ნოესთვის მამამის სახელი უმიზნოდ და ტყუილად არ დაურქმევია, არამედ იმისათვის, რომ ამ სახელით მომავალი წარღვნა ეუწყებინა, მაშინ მით უმეტეს არც თავად მართალი ნოეს წარმოუთქვამს ეს კურთხევა უმიზნოდ და ფუჭად. სემისა და იაფეთის დალოცვით მან, ასე მგონია, ორი ხალხის დანიშნულება გვაუწყა, კერძოდ კი, სემის სახით იუდეველთა, რადგანაც მისგან დაიბადა პატრიარქი აბრაამი და იუდეველთა მოდგმა. და იაფეთის სახით წარმართთა დანიშნულება. აი როგორი წინასწარმეტყველება დევს ამ კურთხევაში. განავრცოს ღმერთმა იაფეთი და დამკვიდრდეს სემის სამყოფლებში. როგორც ვხედავთ, ეს მართლაც აღსრულდა წარმართებზე. სიტყვებით განავრცოს ღმერთმა იაფეთი მან მიგვითითა ყველა წარმართზე, ხოლო სიტყვებით და დამკვიდრდეს სემის სამყოფლებში გაგვაგებინა, რომ წარმართებმა გამოიყენეს ყველაფერი, რაც კი იუდევლებისთვის იყო განკუთვნილი და გამზადებული. და იქნება ქანაანი მისი მონა. ხედავ, რა ჯილდო მიიღეს სემა და იაფეთმა მორიდებულობისთვის და რა უპატიურობა დაიტეხა თავს ქამმა თავისი სითავხედით. მუდამ გვახსოვდეს ეს, რათა მივბაძოთ პირველთ და ვერიდოთ უკანასკნელის ავ ნებასა და უკიდურეს სითავხედეს. და იცოცხლა ნოემ წარღვნის შემდეგ 350 წელი. და იყო ნოეს ყველა დღე 950 წელი და მოკვდა. ნუ გონია რომ საღვთო წერილმა ეს უმიზნოდ აღნიშნა, არამედ ამაშიც დაინახე მართლის თავშეკავება, რომ ის, თუმცა კი სიმშვიდითა და სიუხვით ტკბებოდა და კიდობნიდან გამოსვლის მერეც ამდენი წელიწადი იცოცხლა, მაინც მთელი ეს ხანი თავს იკავებდა შვილის შობისგან. წერილი არ მოიხსენიებს მის სხვა შვილებს ამ სამის გარდა. აქედან კვლავ დაასკვენი რაოდენ თავშეუკავებელი იყო ქამი, რომელსაც მამის მაგალითი, მისი ასეთ თავშეკავებაც კი არ შეაგონებდა, არამედ ყველაფერს მამის საპირისპიროდ აკეთებდა. ამიტომაც სამართლიანად მიესაჯა მთელ მის შთამომავლობას მონობა, რათა ამით ალაგმულიყო. მისი ავი მიდრეკილებანი. შემდეგ წმინდა წერილი მოგვითხრობს ნოეს ძეების შვილებზე და ამბობს: ქამმა შვა ხუსი. შემდგომ, ხოლო ხუსმა შვა ნებროთი. მან დაიწყო გმირობა ქვეყანაზე. ეს იყო გმირი მონადირე უფალი ღმერთის წინაშე. ზოგი ამბობს, რომ სიტყვები უფლის წინაშე ნიშნავს უფლის წინააღმდეგ, მაგრამ არ ამგონია, რომ საღვთო წერილს ამის გამოხატვა ნდომოდა, არამედ გვეუბნება იმას, რომ ნებროთი ძლიერი და მამაცი ადამიანი იყო. გამოთქმა უფლის წინაშე შეიძლება იმასაც ნიშნავდეს, რომ ან ეს ადამიანი ღმერთის მიერ იყო ამაღლებული და მისგან მიიღო კურთხევა, ან იმას, რომ მისი სახით უნდა განდიდებულიყო ღმერთი, რომელმაც ასეთი მამაკაცი გააჩინა და ქვეყნად მოავლინა.
მაგრამ ამ ადამიანმაც, რომელმაც თავისი მამამთავრის მსგავსად არასათანადოდ გამოიყენა ბუნებრივი უპირატესობანი, მონობის სხვა სახე გამოიგონა და თავად ჩაიფიქრა მართველი და ბრძანებელი გამხდარიყო. ასეთი კი ვერ გახდებოდა ქვეშევრდომებს რომ არ იარსებათ. თუმცა ქვეშევრდომთა ეს მდგომარეობა მე თავისუფლებად უფრო მეჩვენება. აი რა არის ყველაზე მძიმე მონობა, როდესაც თავისუფლებით თავმომწონენი მონებივით იქცევიან. დააკვირდი, რას ჩადის მომხვეჭელობა. დააკვირდი, სხეულებრივი ძალღონე ვით არ თავსდება თავის საზღვრებში, არამედ მუდამ მეც და მეც მისდევს და დიდებას ეძიებს. ნებროთმა ადამიანები დაიმორჩილა არა იმისთვის, რომ მათ უსაფრთხოებაზე ეზრუნა. არა, იგი ქალაქებსაც აშენებდა, რათა ებატონა თავის მტრებზე. ნათქვამია, იმ ქვეყნიდან გამოვიდა ასური და ააშენა ნინევი. აქ იმასაც დააკვირდი, რომ წინაპართა უკეთურება სრულიადაც არ არღვევს ჩვენს ბუნებას. ამ ნინეველებს, რომლებმაც თავისი მონანიებით ღმერთის გულმოწყალება დაიმსახურეს და აიცილეს უფლისგან მათზე წარმოთქმული განაჩენი, მამამთავრად ჰყავდათ თავდაპირველად ქამი, თავისი მამის შეურაცხყოფელი, შემდეგ ნებროთი, სასტიკი და ამპარტავანი კაცი, ვისგანაც მერე ასური იშვა. შესაძლოა მათ შორის კიდევ იყვნენ ვიღაცები, გასათუთებული და აორცი ადამიანები. მან კი ერად და თავშეუკავებლად ცხოვრებნი, ლოყობას, მხიარულებას, ხუმრობებს და დაცინვას გადაყოლილნი. მაგრამ რადგანაც ნინეველებმა ჭეშმარიტი სინანულის გამოვლენა ისურვეს, წინაპართა უკეთურებას მათთვის ზიანი არ მოუტანია. პირიქით, ზეცით ისეთი მოწყალება მიიღეს, რომ დღემდე იდიდებიან სინანულის გმირობის გამო. ამგვარად, მათ მივბაძავთ ჩვენს და რა კი გვეცოდინება, რომ წინაპართა მანკიერება ჩვენ ვერას დაგვიშავებს, თუ თავად ვინდომებთ ფხიზლად ვიყოთ და ვერც მათი სათნოება წაგვადგება, თუ თავად უზრუნველობას მივეცემით ყველანაირად ვეცადოთ სათნო ცხოვრებას და ყველაფერში კეთილი ნება გამოვიჩინოთ, რათა ჩვენს ვეღირსოთ იმ კურთხევას, რაც სემმა და იაფეთმა მიიღეს. და ავირიდოთ წყავლა და მონობა, რომელიც ქამს დაეკისრა, რათა არ შევიქნეთ ცოდვის მონებად, არამედ შევიძინოთ ჭეშმარიტი თავისუფლება და მივწვდეთ გამოუთქმელ სიკეთეებს მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სითა, რომელსა მამისა და სულისა წმინდისა თანა შეენის პატივი, ძალი და დიდება, აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.